სამომშვიდობისა თუ ღამემშვიდობისა, მე მგონი უფრო ღამემშვიდობისა. ხო, მოვედი, სოსო მომცა ცოტა ხანიო და ვეცდები ახლა მაქსიმალურად ცოტა დროში ჩავეტიო. მოკლედ, წინა ვიდეოებზე ეხლა რომ დღეს რომ დავდეთ დღისით ვიდეო, დამავიწყდა, მე მაპატიეთ. ისეც ახლა მე მგონი ვთქვი, მაგრამ უფრო ზუსტად დაბადების დღის მერე, როგორც ჩანს, გამომრჩა. ანუ Facebook-ზე რომ მადლობა მოვიხადე და რაღაცნაირად ესე ხო იცით, ადამიანის ბუნება ესეა, რომ გონია რომ ყველას მოვხადე. ხო და მოკლედ მეგობრებო, ყველას მინდა მოგიხადოთ, დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ჩემი დაბადების დღის მოლოცვისთვის და ასევე დედას დაბადების დღის მოლოცვისთვის. გაიხარეთ, იმრავლეთ, დიდხანს სიცოცხლეთ, სიხარული არ მოკლებოდეთ, მოკლედ ყველაფერი საუკეთესო თქვენ და თქვენ ოჯახებს. ხო, ეხლა რაც შეეხება ცოტა ხნის უკან რაღაცნაირად ისეთ ცივა, სადილი ხო მომამზადე ყველაფერი მივირთვით, ძალიან გემრიელი გამოვიდა, ეხლა ძალიან ვერ ვიტყვი, მაგრამ გემრიელი იყო, იმიტომ რომ ეს ისეთი რეცეპტია, რაც ამ დაატრილო, დამოკიდებულია მხოლოდ ინგრედიენტებზე, რომ ანუ რაც უფრო კარგი ინგრედიენტია, უფრო გემრიელი გამოდის, თორე ისე ყველა ვარიანტში გემრიელია. ხო, ეხლა ვიჯექი და ეს რომ ვიყინები და რომ ვერ მოძრაობ, მაგის თქმა მინდა. ხო და ეხლა თავისთავად საქმეს კი ვაკეთებ, მაგრამ ეს როგორ იცით, აი ძალიან ისე რა, უცბად, რომ ყინავს, სახლში ყინავს, ვხედავთ კურტკაში ვზივარ, ისეთი ფუმფულაა ეს კურტკა. ხო და გადამარჩინა ეხლა სოსოს რო ახალი კურტკა, უფრო იმიტომ გავთამამდი და ეს ჩავიწვი, რომ აბა ბავშვის კურტკას ახლა საგარეოს სახლში ვერ ჩავიწვევ. თუმცა ესეც არ არის ახლა ურიგო გარეთ ჩასაცმელად. ხო, ვიჯექი ახლა და ეს ჩემი ლარიანი თუ ლარნახევრიანი ლაკი ზუსტად აღარ მახსოვს. რაღაცნაირად მომინდა წავისვი ლაკი ფრჩხილებზე. ხო და როგორც წესი, მე მინდება ხოლმე ხელის კრემის წასმა, აგერ ხელის კრემი და მინდა შეკითხვები იყო რაღაცა. ხო, რაც შეეხება კიდე, სანამ გადავალ ამ კითხვებზე რა, თვითონ კომენტარებში, გადავწყვიტე, დავიწყო, ასე ვთქვათ, სახის კრემების გამოყენება. ეხლა ვიღაცას გაეცინება, როგორ აქამდე არ გიხმარია არაფერი. იცით რა, 1000-ში ერთხელ, აი მართლა რო იტყვი, ან თვეში ერთხელ ორჯერ, არა, ეგეც ბევრია, არა ვითარ შემთხვევაში. ყოფილა თვეები ისე გასულა, საერთოდ სახეზე კრემი არ წამისვი, ანუ მე გულისხმობ მოვლითი საშუალებები, ანუ მკვებავი, ესა, მოკლედ არანაირი. ხო და ერთადერთი ადრეც მაგ ძველ ვიდეოში ნათქვამი, რაღაცა უბრალო კრემი 1000-ში ერთხელ ესე გადამისვია, უბრალოდ მაინტერესებდა ხოლმე, მიყვარს ეს რაღაც ექსპერიმენტი და ეხლა გადავწყვიტე დავიწყო, ანუ ნორმალურად სახის მოვლა. იმიტომ რომ შევატყე, არა მარტო ხელებს, სახეც მიშრება, ანუ თან ზამთარია. ისე არა მაქვს ზოგადად ძალიან ისეთი გამომშრალი კანი. რა ვიცი, რაღაცნაირად ესეთი სამაქვს რა, მოკლედ ვერ ვიტყვი მარტო გენეტიკა. ალბათ ცხოვრების წესი მაქვს ცოტა სხვანაირი, ხო და დავიწყებ ვანდას წავართვით ცოტა რაღაც დღისა, არა დღის კი არა და ნიღაბი და ისა აქვს რუსულად ულაჟნიაში, ანუ დამატენიანებელი, ხო, დამატენიანებელი. ეხლა ეგეთ რაღაცებში ვერ ყვევი, ეხლა ვიდეოები მინახე რაღაც, მაგრამ მე, არც მიყიდია სიმართლე გითხრათ, ერთადერთი ჩემი ის არის BB კრემი გამოვიწერე თემუდან და მაგას აი გარეთ რო გავდივარ ხოლმე, აი ეს ადგილები, აი ეს სადაც ოდნავ მუქია, ეს ჩემი ფორმა რომ აქვს ეს წვის, აი ეს ამაში რაღაცა ეს ცოტა რაღაცა ვისმევ ხოლმე და აი თვალის ამ ნაწილებში რომ ოდნავ, ანუ ფერიც ხო როგორც ტონალურივითაა რა. ოდნავ ამოყავს, დიდი ისიც არა აქვს რა, ეხა ისეთი ეფექტი ჩინელებს რო აქვთ ხოლმე თუ კორეელებს,
ესე დააწობენ იმას ღრუბელს და დაიდებენ და მთელი სახე ერთფერში რომ ჯდება და საერთოდ აი ესეთი დაფარვა რო აქვს სერიოზული შპაკლი როა ესეთი არასოდეს არ გამომიყენებია თუ რაღაცას ვიყიდიდი ანუ აი ეს ტონალურს აი ზუსტად აი ამ ადგილების მხოლოდ ანუ აი მუქად სადაც არის ამის ამოსაყვანად ოდნავ ღია ფერს ხო ამოყავს ხო და ამას ანუ ყიდულობდი ხოლმე აფთიაქებში ეს რო არის ან კორექტორები ან ტონალურები და ერთადერთი იყო ყველაზე ძვირი რაც მე მივეცი ტონალურში ეს იყო ქალთა ბედნიერებაში მგონი თუ სწორედ მახსოვს რაღაც golden რაღაცა თუ არა golden არა რაღაც სახელი ქონდა დამავიწყდა და შეიძლება მაქვს სადაც ის თვითონ დარჩენილი საერთოდ ყრი ხოლმე მაგრამ შეიძლება შევინახე რომ არ დამიწებოდა სათაური რა იმიტომ რომ კარგი ის აქვს ანუ წყლის ბაზაზეა დამზადებული და არ იგლისება რა მოკლედ ხო და მივეცი 45 თუ 50 ეს მაშინ როდის დიდი ხნის წინ სადღაც დაახლოებით ერთი ალბათ 10 წლის უკან ეგრე რა დაახლოებით არა 10 ბევრია ცოტა ნაკლები ხო და ეხა ამას ისეთი კაი სუნი აქვს მიყვარს საერთოდ ვარდის სურნელზე ვგიჟდები ნახეთ აი ეხლა აშკარად ეთყობა რომ იმას ქნა რაღაცნაირად დაარბილა კიდევაც ისედაც არ უჩივი მე ხელების იმას აი ეს კისერზე ხო ეს კრემებს საერთოდ მე ნახე კატა ქალიროა ფილმი ჟენშინა კოშკა იქო მასეა რაღაცა კოსმეტიკურ საშუალებაზეა საუბარი სახის მოვლის და იქიდან მახსოვს რომ ანუ მკვებავს და საერთოდ რა სახის იმას რომ ისმევენ კრემებს კისერზეც ისმევს ეს რა ქვია შერონ სტოუნია მანდ კიდევ ერთ-ერთ როლში და აი ეს კისერზე ისმევს კარგად ბლომა და მოკლედ მთავარი არის ქალისთვის ესე იგი ასაკი ეთყობა ანუ ასაკს ატყობენ ქალს როცა კისერზე აქ ნაოჭი ან რაღაცა და ხელები რა ეს არის პირველი რაც გაყიდის ქალს ანუ მის ასაკს რა ასე ვთქვათ რაც არ უნდა დამალოს მე არასოდეს არ დამიმალი ასაკი არ მიყვარს ესეთი რაღაცები არ ვიცი რატომ რა ვიცი არა მათ მიმაჩნია როგორ ვთქვათ ალბათ რო არ ვეპრანჭები მამრობიცკეს ალბათ მაგიდან გამომდინარე არ ვიცი ვერ გეტყვით ხო და ეხლა ხო ის კომენტარებს მინდა გავცი პასუხი მოდით ჯერ ეს წინა ვიდეოს გავხსნი აი ეს დაუბერდი დავყრუდი და სასაცილო სათაური რო დავარქვი დაუბერდი დავყრუდი დავბრმავდი მოკლედ ყველა საშინელება დამემართა ამ იმაში რა სათაურით ვაიმე ეს რეკლამები ეხლა დაჭირს დავაპაუზე რეკლამაა თუ რა ვქენი არ ვიცი ჯინსების რეკლამაა თუ რაღაცა ხო ალბათ რაც ლევაისია ვითომ აჰა დითეს დავაპაუზო ხო საინტერესო რაღაცა კითხვები იყო და მე საერთოდ ამ ბოლო ხანებში ახლა რა ვთქვათ ძალიან გადატვირთული ვარ და ვერ პასუხობ თქო მოგატყუებთ მაგრამ მიხვდება ჩემი ნამდვილი გამომწერები და მაყურებლები რატო ხდება ესე სოსოს ხო აქვს ეს ანუ მობილური ეს მობილური რა ეს რო დიდიც ვიღებ ახლა და რო აქვს ანუ ვერანაირად ვერ ვუყურებ კომენტარებს ან სადაც ახო ემატება და მე ანუ საიდან ვგებულობ ამას ყოფილა ისე რომ ხელში რომ წერია ახალი დადებული ვიდეო აი მოსულა კომენტარი ვთქვათ მე ცოტა ხანი გასულა კიდე რაღაცა კორექტირებას რაღაცებს ვაკეთებ ვთქვათ და მე კიდე მოსულა და აი ესე რა მოკლედ და აქ კიდე ნოუთბუქში რა ვიცი ცოტა უბერავს ეს ნოუთბუქი ის აქვს რა ქვია პრობლემები აქვს აშკარად იმიტომ რომ რაღაც გაივსება ეს მეხსიერება ცოტა რჩება ესა და უჭირს მუშაობა იწყებს აი როგორ ვთქვათ რუსული სიტყვა ზავისაიც რა და არც იქით არც აქეთ არ უნდა მოკლედ რა ტანჯავს ხო და ეხლა ვეცდები და ვნახავ ხო
იქაც მოგოცებიც არის ამ წინა ვიდეოში. და ერთი კითხვა იყო. კითხვები მიყვარს მე სხვათა შორის. პროფა აქ არ არის. ია, ფრანგიშვილი, დაგვიანებით გილოცავ, იმიტომ რომ მე Facebook-ზე ხშირად ვარ იქო აჩვენებს ასე თუ ისე და ასე ვგებულობ ხოლმე ძირითადად. ის კი არა, მალე ალბათ ჩემი დაბადების დღეც დამავიწყდება, ისე ვატყობ. ხო, აქ ერთი კი მახსოვს, ანუ წინა ვიდეოს ისა შეკითხვა იყო სოსოს დაბადებაზე, ანუ რამდენი წლის ვიყავი, ეს მახსოვს და კიდე იყო რაღაცა და არ მინდა ახლა ისე გამოვიდეს რომ ერთს გავცე პასუხი და სხვა შეკითხვა ისე დავტოვ და ამიტომ ვეძებ თუ ვიპოვე თუ არა და ნუ რა ვქნა. ხო და სოსო არის ახლა რა ვიცი როგორც არის სწორი. ახლა არის 13-ის ხდება, ხო? თუ აიმე მე მგონი რომ არის. ღმერთო ჩემო. არა, 13-ის არის 14-ის ხდება. აი, ხო ვიძახი. აი ესეა. ხო. ისა, ირმა მომწერა. აი ესო, უძილობასო ფილმი არ შველისო, პირიქითო ფხიზლდებაო ტვინი. ფილმსაც გააჩნია ზოგი ისეთი ფილმია, ირმა რომ იავნანასავით ჩაგესმის რა მართლა და მე მახსოვს ესეთი კურიოზი შევებთხვა. ძილის წინ ჩავრთავდი ხოლმე რაღაცა, ანუ ერთი ფილმის ყურება მინდოდა და ჩავრთავდი, ესე იგი, ძილის წინ და ესე იგი, რაღაცა მომენტამდე მივიდოდა და მეძინებოდა, ვითიშებოდი და ანუ მაინტერესებდა რა, ახლა კაცო ვფიქრობ, ახლა მეორე დღეს ვუყურებ. მე დღის საათებში მოვსინჯე რა და ჩავდე ზუსტად იმ დროს, როცა ანუ ორჯერ იყოთ რაღაცა ესე ერთი და იგივე ადგილას რომ ჩამეძინა, ზუსტად იმ ადგილზე მომერია ძილი. ანუ გამოიმუშავა უკვე ის რომ მაგ დროს ვიძინებდი. ხო და არის ახლა გააჩნია ფილმს ახლა როცა მძაფსუჟეტიანია და რაღაცა ჩახლართული რაღაცა საინტერესო ისეთი რომ რაღაცა თან მით უმეტეს თუ პირველად უყურებ ფილმს და გაინტერესებს რა თქმა უნდა ვერ მოხუჭავ თავს ინტერესი გაქვს მაგრამ ეხლა როცა დიდი ხნის ნანახი გაქვს და უბრალოდ გინდა თავიდან გადახედო და რაღაცა ამ შემთხვევაში კი დაგეძინება. ხო, მუსიკებზე ირმა არ მეძინება. ეს რაღაცა უცნაურობა მჭირს, არ ვიცი. აი მუსიკები რამდენჯერ მიცდიან ნაუშნიკები გამიკეთებია დავწეულვარ და აი არა, ვერა, არ გამომდის. არ ვიცი, ისიც ძილის მუსიკა თუ რა ქვია ეს რუსულად კალიბელნაც ნუ ჩამირთონ ალბათ ისიც არ დამაძინებს, ესე მგონია. შეიძლება თავი ამტკივდეს, არ ვიცი, მე ესეთი ისე მაქვს დამოკიდებულება თან რომ უსმენ რაღაცას, ანუ მუსიკას. ჯაზი და ესეთი რაღაც შეიძლება არ მომისინჯი, ანუ წყნარი ისეთი მშვიდი მუსიკა. მოკლედ ხო და იმას ვამბობდი აი სად გადავედი მაპატიეთ, ვინც ეს მკითხა რომ რამდენი რაღაცა მითხრა 53 წლის იყავიო? სოსო გააჩინეო და არა. ეხლა ხდება 14-ის, მე ვიყავი 37 წლის. რო დაიბადა სოსო და ესე იგი დედა იყო 40 თუ 41-ის. როცა ჩემი ძმა დაიბადა. აი წარმოიდგინეთ ახლა ნუ არ ვიცი ახლა 40 ზემოთაც არის ხოლმე და ესეთი ის ანუ ჩვეულებრივად ალბათ როცა ორგანიზმი უწყობს ხელს. ხო, რა ვიცი. არ არის ზოგისთვის არ არის პრობლემა, ზოგისთვის პრობლემა. ნუ არ ვიცი რასთან დაკავშირებული იყო შეკითხვა. მაგრამ მე ესეთნაირად გავიგერო თითქოს აი ანუ ინტერესი რომ ანუ ამ ასაკში ანუ ნორმაა და ჩვეულებრივ არ ვიცი ვფიქრობ ამ კუთხით ნუ ნორმალურია მაინც მაგრამ ორგანიზმსაც გააჩნია
ზოგს ისეთი ორგანიზმი აქვს, რომ უძლებს და იტანს და კიდე მრავალი წელი, ანუ კაი 30 წლამდე კიდე შვილს რომ ასე ვთქვათ, ნახავს როგორ ქვია რა, მოკლედ. ხო, და აი მოხუცები, ძალიან მოხუცები რო აჩენენ, შეიძლება შეძლებით შეუძლიათ, მაგრამ აი მებრალება ხოლმე მათი შვილები, იმიტომ რომ რაღაცა დროით ხო უნდათ მაინც მშობელი და რა ვიცი. რაღაც დროით კი არა, ყველას მშობელი უნდა რომ სულ ყავდეს, მაგრამ მოკლედ ხო ესეთი ამბები. ახლა ვნახოთ, არ ვიცი, რაღაცა იყო კითხვა და საწყობა წინა ვიდეოებში იყო, ადრე უფრო იყო მეტი შეკითხვები. ხო, აქ ვერ ვხედავ. ყველას დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, აი ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები. ძალიან გულს მითბობს, მართლა, აი გულწრფელად ისე სიამოვნებს ძალიან, როცა ესეთ ყურადღებას იჩენთ, იმიტომ რომ მე ვიცი რაც არის კომენტარის დაწერა, ხანდახან არის რომ ეს ლაიქიც კი გავიწყდება და გეზარება თუ როგორც არის. ადამიანები ვართ, ხან ესე ვართ, ხან ისე ვართ. ვაიმე, რატო გავთიშე ეს? გამოვედი, ანუ ჩემი იმიდან. ნახავ, ახლა შევხედავ. ხო და სოსოზე რომ მეკითხებით ხოლმე კიდე, ანუ გამოჩნდეს ახლა როცა უნდა ჩნდება თვითონ. მე 9 თუ როგორ თქვა 10 პარასკევი აქვს კვირაშია და ესე ვერ მასვის ამ ბავშვია თუ მოზარდია, მე ჩამჩაგონებაში მაინც ვასწორებ ხოლმე, ხო ხედავთ. ანუ ესე ვიტყვი ხოლმე, მოდით შევთანხმდეთ რა, ბავშვი ვიტყვი ხოლმე, სანამ სრულწლოვანი გახდება, ჩემთვის ბავშვია. ხო და ასე რომ ბავშვოცა არ უნდა, მე არაფერს არ ვაძალებ. ანუ არ უნდა იმ გაგებით კი არა, რომ არ უნდა გამოჩენა ვიდეოში. არა, იმ მომენტში ვთქვათ, როცა მე ვიღებ ხოლმე რაღაცა ან არ შეუძლია რა, მოკლედ. ხო ესეა, ხო მართალს ვიძახი. სოსო. არც მისმე და მე თუ ჩაფლულია თავის ამბებში. ხო, გამახსენდა კიდე ეს კვადრატულობაზე. ეს ახალი კომენტარი იყო. კვადრატულობაზე. არ ვიცი, ხო, რაღაცა ჩემს მამაც ესე მითხრა რა, ჩემი ვიდეოები რომ ხანდახან უყურებს ხოლმე და ნანახი რომ ქონდა თავიდან, ანუ რომ დაიწყო. ისეო ხო, რაღაცა უფრო ფართედ ჩანსო რა, ბინაო. ნუ ვიდეო საერთოდ ადამიანებსაც აფართოვებს, მოდით ესე ვთქვათ, კამერავთ როგორ არის რა. და მეტყობა სივრცეც ჩანს უფრო ფართედ. ხო. 34 არა, 34, არ ვიცი, ეს ერთი კვადრატული სადგაქ რა უნდა იყოს, რაღაცა ჩემი აზრით მრგვალი. ხო, ნუ კარგით, დავამრგვალებ ისე ფიქრებით, ვთქვათ ხოლმე 35. ხო, სამზარეულოა. სამზარეულოს გვერდზე, ანუ იქით მხარეს, კარებისკენ არის აბაზანა ტუალეტი, ეგრეთ წოდებული, სველი წერტილები. აქეთ არის, ასე ვთქვათ, პატარა, არ არის დიდი, პატარა მისაღებია და გადატიხრულია ეს, ანუ ეს მთლიანი იყო რა, ერთი დიდი ოთახი იყო და გადატიხა თვითონ მე პატრონი ვინც იყო, მე უკვე რო ვიყიდე, ანუ გადატიხრული იყო უკვე, აი, გაკეთებული რა გოხდათ. ყველაფერი, ერთადერთი იყო, აი ეს საყრდენი კედლები იყო გასალესი და ესეთი რაღაცები რა, შპალერი ჯერ კიდე ბოლომდე არ იყო ახეული. ეს თაღები იყო ეს მომრგვალებული, მე ეს გავასწორებინე და არ მიყვარს ეს მრგვალი რაღაცეები, არ ვიცი, ჩემი არ არის. მაშინ უნდა იყოს ძალიან ბრუტალური, რაღაცა ისეთი ქვაებში უნდა იყოს, ქვის უნდა იყოს, რომ რაღაცა ისეთი გამოქვაბული იმას გვნიდეს რა. კოლონები მიყვარს, მაგრამ არ მიყვარს სახლში კოლონები. კოლონები მიყვარს გარეთ სახლში, ანუ კერძო სახლებში შესასვლელში რო არის ლამაზად კოლონები, კი ლამაზია. ხო, მოკლედ ახლა ძალიან გადავედი იქით. ხო და ეს ესე იყო, მოკლედ აქ ახლა წელს ვიყენებთ როგორც საძინებელს, თორე რაც აქ ვართ ჩვენ, მე და სოსო,
გვეძინა აქ ამ მისაღებო ოთახში, ანუ დივანი იშლებოდა, გვერდზე ჩემი მას ლეჟანკას აწოლი რო ამაგაშლიდა, მოკლედ ესე გვეძინა ხოლმე და რახან ეხლა სიცივეები და იმდენის არა მაქვს რომ ძალიან დავათბო. იქით მაინც პატარაა და უფრო მალე ყუდროა რა და უფრო თბილად გრძნობ თავს ფსიქოლოგიურად მაინც. ხო. ხო კიდე რა იყო ესეთი მიცადეთ და პატარაა რა ფაქტიურად ერთი ახლა სადაც ცხოვრობდი ბავშვობა სადაც არა ბავშვობა არა ის მე ხო გადავცვალეთ მესამე სართულზე გადავით ანუ მეზობელს რო გავუცვალეთ რა ჯერ მეორე სართულზე ვცხოვრობდი მე მესამეზე ანუ იქ იმ სახლში თვითონ სახლში სადაც მთელი ბავშვობა გავიარე რა იქ დავიბადე გავიზარდე იმავე ქუჩაზე რა იქვე დავიბადე რა ხო და ნუ მოკლედ ეგეც ძალკე მოგიყვებით მე მაგას ხო და იქ ერთი ოთახი იყო 35 კვადრატული ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ერთი ოთახიდან რო გამოიყვანო სამზარეულოდ სააბაზანოდ მისაღების და პატარა საძინებელიც ხო აი ესეთი წარმოგიდგენთ ერთი ოთახი იყო მარტო მაგხელა რაც აქ მთლიანად ფართი მაქვს ფაქტიურად მე ისედაც როგორი ტიპი ვიყავი, როცა სახლში ვიყავი, მიყვარდა რაღაცა ერთ ადგილს ამოვირჩევდი და იქ მიყვარდა ძირითადი დროის გატარება. თან მით უმეტეს როცა ხელსაქმეობ რაღაცა ერთ იმაში ხარ, იქ კომპიუტერი ჩართული რაღაცა ფონად რაღაცას უსმენ, უყურებ, შენ აკეთებ რაღაცას და ამიტომ აი ესე რომ წინ და უკან მეულო სხვა ოთახებში ესე არა. მაინც მქონდა ეს ისა და ამიტომ შევეგუე უფრო ამას, თორე მე იმ ხელას სივრცეს ვარ მეგობრებო შეჩვეულიო, ჩემთვის ეს იყო უნდა ყოფილიყო როგორი რაღაცა, იცით რომ აი კლაუსტროფობია უნდა დამართოდა რა. რომ აი მე რაღაცა ვერა ვარ ისე ვერ ვგზნობ თავს ხომ, მაგრამ შევეგუე. ხო, ეს ირმამ დავიწერა, მათი ხომ გაგია ერთი თხილის გული, ცხრა ძმამ გაიყო. სამი შესამის. ხო, რა თქმა უნდა, აბა ის კი არა, მე დაჟე ახლა ამ ბოლო ხანში ცოტა დავიწყე საკუთარ თავზეც ფიქრი, ეს ჩემ თავს ვეუბნები ხოლმე რა ფიქრებში. მე რა დავაშავე, რატო მე ჩემ თავზეც უნდა ვიფიქრო, ესე არ არის. მარტო ესე სულ შვილები და მე მეთქი არა. მე და ხო და ისა როგორ არის რუსულად იტყვიან ხოლმე ესე для себя любимый საკუთარი ანუ საკუთარი თავისთვისო რა ხო და ხანდახან მეც რა მე ვარ პირველი და მერეა მე ვარ ყოფილიყავი არც ოსო იქნებოდა არც ნიკა იქნებოდა არც პეტრე და არც პავლე ხო მოკლედ ხო და ეხლა ვინმე იტყვის პეტრე პავლეში ვიცი აი ეს ჰეიტერების აზროვნება ცალკე რომ გამიელებს ხოლმე თავში ხო და მოკლედ ესე ვარ ხოლმე რა ზოგადად მაგრამ ძირითადად ვიყავი ისე რომ აი მაგალითად ახლა 6 ხო იყო ამ 6-დან თქვათ 4-ს მივცემდი თქვათ სოსოს და 2 წელს ჩემთვის დავიტოვებდი ნუ ესე ვაკეთებდი ხოლმე რა ანუ ერთ პორციაზე 2-ს თუ დავუდებდი დაუშვათ მე 1-ს დავიდებდი მე ისე 2-ს დავუდებდი სოსოს მე ისე 1-ს და მიხდი და ესეთი იმითი რა ანუ ერთ ბაშად ხო არ შეჭამს სულ ხო და ესეთი განაწილება იყო ზოგადად ჩემთან და ეხლა ცოტა იმას ვქენი ჩემ თავზეც დავიწყე ფიქრი და რატომაც არა და უნდა ვიფიქროთ პირველ რიგში საკუთარ თავზე ხო ხო დედიკოს დაბადების დღე რომ მომილოცეს დიდი მადლობა მომილოცეთ უпростоრად მომილოცეს მესამეში და ხო აბა ვნახო ის წინა ვიდეოში რო იყო თქო რაღაცა და გამომეპარა მგონი ხო კიდე რაღაცის თქმა მინდოდა ხო ის დამავიწყდა იმ სათაურისთვის კიდე მიმეწერა და ალბერტი დავყურდი და აბრმავდი სკლეროზიც დამავიწყდა მიმეწერა აი მე ხა ის ვიდეოს იმას რო ვუყურებ თვითონ სურათი ხო ჩანს და რომ ახსენდება როგორ ბარდნი და კამერა კიდე ისე არ გადმოცემს ხოლმე მეგობრებო იმ მომენტში ანუ წვიმა და თოვლი ცოტა ცუდად ჩანს კამერაზე ისე არ ჩანს და ისე ბარდნი და რომ
აი თითქოს ნისლიაო რა ისეთი ის იყო და ნუ აი რო გეყრება და ჰაერი არ ყოფნის თითქოს რაღაც ესეთი ისა თან ცივა ეთი შევხედო მგონი აქ იყო ნახოთ აბა აბა შევხედოთ ხო ეს თმის ფერზე იყო საუბარი ხო ვერ გებულობენ ხოლმე ჩემი შვილები რა ფერის არისო საღამოს მუქი ჩანს დღის სინათლეზე იასა ნისფერი გადაკრავს ანუ ბადრიჩნისფერია ჩემი საღებავი ხო აი აქ არის მადი ესა რა დიდი ბინა ჩანს ვიდეოები რომ ორფო ნათქვამი გაქვს მგონი 35 ხო 35 არ არის 34 ბათუმში ვიყიდე 30 კვადრატულიო ეს ჩემი ქმარი დამცინო და რა პატარა როგორ დავეტევითო რა და აი ჩათვალე ინგლისში აი უმრავლესობას რა აქვს ესეთი პაწაწუნა ანუ მე ვიძახი ქალაქში თვითონ აი ცენტრში და იმაში ანუ საშუალო ფენაზე მაქვს საუბარი აი პატარა ბინები ანუ არ არის იქ ძალიან ის ეხლა მაგალითად მე სადაც გავიზარდე არ ვიცი ის სახლი იყო აშენებული ეტყობა გენერლისთვის იყო და იმას თავისი ის ქონდა მოთხოვნები და რაღაცა როგორი უნდა ყოფილიყო ეხლა მე რომ ჩემი სახსრებით ამეშენებინა ისეთი სიმაღლის ჭერი მექნებოდა მე მიყვარს ზოგადად მაღალი ჭერი და ის კი არა ზემოთ კიდე ფანჯრები რო ანუ სინათლე რო ჩამოდის ზემოდან ანტრესორებიც მომწონს საერთოდ მიყვარს სივრცე და ამ სივრცეში კიდე ეს პრაქტიკულობაც ეს ყველაფერი ну არ ვიცი აი რაღაც ეს კი იმას რა დაათმობდა მე ჯერ ამას ცლებს ვათმობ მაგრამ ხარისხიანად გაკეთებული დათმებოდა ხო და ესეთი ბინა იყო აშენებული და მე უკვე კომუნისტების დროს გადანაწილად როგორც იყო არ ვიცი როგორ მიიღო ბებიამ და ბაბუამ ანუ მამაჩემის მამამ და დედამ ეს ბინა ჩხეიძეზე ანუ სადაც ცხოვრობდით უშანგი ჩხეიძეზე ну არ ვიცი მაგრამ აი ესეთ ატმოსფეროში რო იზრდები გრძნობს სივრცეს და მე რთულია რა თქმა უნდა ცოტა ისეთი ზომებში და ფართებში ცხოვრება ხა ვისაც თავიდანვე აქვს დაცხოვრები ის სხვაობასაც ვერ ნახავს და ანუ მე ეს ვიყავი მიჩვეული რა მოკლედ ამის თქმა მინდა მაღალჭერიანი ბინა 4 მეტრა 5-მდე იყო 5 მეტრამდე იყო რა 4 და რაღაცა იყო აქაც არ იყო ადრეს თქვი ვიდეოში დაბალი ჭერი ახლა თად ისეთი არ იყო მაგრამ აქაც მაღალი იყო უბრალოდ გიფსოკარდონი რო აეკრა ზემოთ და იატაკი რო გაკეთდა ლამინატი მოიპარა იქაც და აქაც და მაინც არ არის პატარა გეტყვით ახლა 1 2 3 და 80-ია თუ სწორედ მახსოვს 3 მეტრა და 80 სანტიმეტრი დაჟე სტანდარტული корпуსის ბინებზე მაღალია გაცილებით, იმიტომ რომ 2 და რაღაცა ხოლმე ვგიჟდები. 3-ზე ნაკლები როგორ უნდა იყოს, ჭერი მე არ მესმის. ეს მართლა ის არის სადიზმია, ვფიქრობ და ეკონომია გაკეთებული ადამიანების ჯანმრთელობაზე. ხო. ხო, იმ ღმერთმა ქნას წარმატებული და ისა ღირსეული გაიზარდოს სოსო მინდა რომ აქვს პოტენციალი აქვს ყველაფერი და ეს გარდატეხის ასაკი განაპირობებს ძალიან ბევრს ანუ აი ამ ასე ვთქვათ გზის გასაყარებით არის რა აი ამ დროს ფორმირდება და გადაწყვეტილებები იქნება თუ რაღაცა მოკლედ უნდა თავის თავს მისცეს გასაქანი თუ ახლა არ გააკეთა ეს მე შეიძლება იყოს რაღაც მაგრამ ახლა არის თავარი რა რომ თავისი თავი აღმოაჩინოს და რაღაცა მოწოდება ქონდეს და მიყვეს რაღაცა მიზანს ხო ვიღაცამ ინგლისური შრიფტით ანუ ლათინურად იმით დამიწერა ჩემ ბავშვობასთან დაკავშირებით დამიწერეს კომენტარი ეს რომ ცემატყეპაში რო ვარ გაზრდილი და
გრუშასავით მიბრახუნებდნენ. რაღაცა კუთხით რა არის იცით? რაღაცა კუთხით მადლობელი ვარ ესეთი ასე ვთქვათ ცხოვრებისეული გამოცდილებით თუ როგორ იტყვიან. 100%-ით არა, მაგრამ რაღაცა ანუ პატარა პროცენტით რატო ვარ რატო ვეთანხმები. რო არა ეს ყველაფერი ჩემი პიროვნების ფორმირება შეიძლება სხვაგვარად მოხდარიყო, მაგრამ ნახეთ გადაჭარბებული არაფერი არ ვარ არც ის ბულინგი თუ საერთოდ ბულინგი არ უნდა იყოს, მაგრამ ზოგადად ვიძახი რა ეს ძალიან ზედმეტი სიმკაცე. ახლა ზომიერად ვფიქრობ, რა ვიცი, ალბათ რაღაც კუთხით საჭიროც არის, მაგრამ ზედმეტმა შეიძლება თავდაჯერებულობა დააკარგვინოს ადამიანს, ძალიან ბევრი პრობლემები შეუქმნას მომავალში, იმიტომ რომ ყველა პრობლემა ბავშვობაში იყრის საძირკველს და სათავეს, ამიტომ არ არის ესე მშობლებს რო გონიათ, რომ თავისი კაპრიზებისთვის და აი ესე და ისე, მოდი აი ესე გააკეთე და ისე გააკეთე და როგორ ღებულობს. ეხლა მაგალითად სოსოს სხვანაირი ფსიქიკა აქვს, ძალიან ფაქიზია, ძალიან სწრაფად შეიძლება გაბრაზდეს, ეწყინოს, შეურაცხყოფილად იგრძნოს თავი. ხმამაღალი არ უყვარდა ყოველ შემთხვევაში პატარა რო იყო, ხმამაღლა ვინმე რამის რო იტყოდა ეშინოდა და ზოგადად თავშეყრის ადგილებიც, აი დარბოდნენ ბავშვები, ყვიროდნენ, ჭხაოდნენ, ასე დაძაბული იყო და ფიქრობდა სად მოვხვდიო. რაღაცა ესეთი ის ჰქონდა და ეხლა ცოტა მიეჩვია თითქოს. ხვეცით ადამიანები ყველაფერს ეჩვევაო და ხო და ანუ მოკლედ ინდივიდუალურია რა ადამიანები ყველა თავისებურია, თავისებურად აღიქვავს და არ შეიძლება ესე შეიძლება არ დაფიქრდე ან რაღაცა აფექტური მაშინ რაღაცა თქვა, ეს მოსლია ხო ვთქვი კიდევაც ადრე. კი, იამ დამწერა ფრანგიშვილმა წიგნიერი და სულით მდიდარი ადამიანები სულ სხვაგვარად მსჯელობენ და რა თქმა უნდა წიგნიერება სულის სიმდიდრეს გარეშე არაფერია. ზუსტად ძალიან ბევრია, ვინც აი ძალით კითხულობს, სწავლობს, ცდილობს განვითარდეს და აი თითქოს ეს არის რაღაც მშრალი, როგორც ქათმის ფილე. რაღაცა მშრალი და არ არის აი ის ცრემლიც რო მოვა ნაწარმოების წაკითხვის დროს ის შეიგრძნობს იმ ატმოსფეროს, რაღაცა პატარა რომანტიზმიც უნდა იყოს სულში, რაღაცა რომ აი ეს სულიერება, ხო, რაღაცა აი ეს ერთობლიობაა რა მოკლედ. ესეთები იბადებიან, არ ხდებიან. ესეთებად იბადებიან. ეს არის გენეტიკურად გადმოცემული წინაპრების ბიოლოგიური პროცესები, ჩვევები, ანუ რო იტყვიან დნმ-ის დონეზე, ანუ ეს არის, აი როგორ ვთქვათ, даже ფიქრებიც კი მოყვება, ანუ გენეტიკურად, ანუ ეს ინფორმაცია ჩვენი წინაპრებიდან და მე სულ ვიძახი ხოლმე, ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, ხა ჩემი თავიდან გამომდინარე, რომ ძალიან მეთქი სენტიმენტალური და ძალიან ისეთი წინაპრები მყოლია ეთყობა თქო, რაღაცა ძალიან გულთან ახლოს მიქონდათ ყველაფერი და ყველაფერს აი სხვაგვარად უყურებდნენ თქო რა საყაროში. იმიტომ რომ აბა ჩემში საიდან ეს ხო ის არის მათი შთამომავალი ვარ, ხო? ნუ ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც, ხო დედაც და მამაც, ხო რაღაცა არის ეს ერთობლიობა. ესე ფორმირდებით ადამიანები ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ჩვენი რაც შეიძლება იყოს ჩვენ თავში, ეს არის ჩვენი ნების ყოფით, ვთქვათ თუ რამე არ მოგწონს ხასიათებში, ხო არის, ეხლა შეიძლება სხვამაც არ გითხრას, მაგრამ შენ თვითონ არ მოგწონდეს რაღაცა საკუთარ თავში ხასიათების ამბავში რა და იმაზე იმუშაო და აი დააძალო და იქამდე მიიყვანო რომ ჩვევაში ჩაჯდე და ჩვევაში რო ჩაჯდება მე უკვე всё. ანუ უკვე შენი ნაწილი ხდება. იმიტომ იძახია რომ დნმ-ისო ვითომ შეცვლა შეიძლება. ეხლა არ ვიცი ესე უჯრედულ დონეზე როგორ ხდება, მაგრამ ხასიათების, ანუ კონკრეტულად ხასიათების შეცვლაც კი არის შესაძლებელი თუ შენ პროტესტს უცხადებ რაღაცა უარყოფით და ცდილობ რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალო ის შენი რაღაც კონკრეტული ხასიათი და ამაზე მუშაობ.
რაიმე შევპირდი სოსოს. პატარა ვიდეოს დავდებ თქო და უკვე. კარგით, ახლა მეცა ერთი კომენტარიც იყო, რაც დამამახსოვრა და ხო, მეტი ისეთი არაფერი რაც არ მithქვამს, მაგრამ რატომ მახსოვდა რომ კიდე რაღაც ეთყობა ძველ ვიდეოზე, ხანდახან ესეც არის, რომ ძველი ვიდეოების იმასაც მიგდებს ხოლმე. ანუ ის ზარის ის რო არის რა იქ ძველი ვიდეოების კომენტარებსაც აგდებს ხოლმე. ეხლა ხო არის ზოგი ძველ ვიდეოს ამოუგდებს და იმას ნახულობს და იქიდან მე შეკითხვა არჩიდება და მიწერენ ხოლმე და ალბათ ეხლა ვერ დავიწყებ მაგის ძებნას, მოკლედ ეს ისაც ჭედავს, აი ეხლა ამ წამს გამოისახა, ხო უკვე დავაჭირე იმას, რომ ანუ თავარს რომ გადასულიყო, თავარი გვერდი გაიხსნა და ესე ცალ-ცალკე ჩნდება, მოკლედ ძალიან უჭირს რა. ისე კაი იქნებოდა ერთი ნორმალური ნოუთბუქი შემეძინა, თუნდაც მეორადი, რომ გამიმარტივდებოდა რაღაცეები. ხო, ეს კიდე რაღაცა, ხო, გამინდოდა. გუშინ, ანუ დედას ისეთი კაი საჩუქარი გაუკეთეს, ჩემო პატარა დაიკომდა სიძემ, აჩუქეს აეროგრილი და არ ღირებულა, მეგობრებო, ძალიან ძვირი, ანუ მე რატომღაც მეგონა, რომ 400, 500, 600 ლარი ეღირებოდა. არა, სულაც არა, ანუ მოდელებსაც გააშინა და ფირმებს და ბრენდებს. ხო და ისეთი კაი რაღაცა, ну, კაი რა ჯანსაღი საკვებისთვის ვიძახი რა, რომ Z-ში და იმეებში რო არ წვა და ეს საჭიროებები რო არ იმას და ორგანიზმში არ შეუშვა. ანუ ჯანსაღად კეთდება რა, ფაქტობრივად ღუმელში ცხვებაზავით რა, ყველაფერი. და რა ვიცი, ფიქრად მაქვს, ну, ეხლა დღეს დახვალ არა, მაგრამ აუცილებლად შევიძენ, მე სოსო მითხრა, შენ რაზე მითხარი რა არის უკეთესიო? აეროგრილზე უკეთესი. მულტივარკა რა არის ეს? ის რა ქვაბიროა? და თავზე ის თავსახური ეხურება? ხო, როგორც ჩინური ისა ბრინჯის სახარში. ну გავს, ხო, ფაქტობრივად ერთი და იგივეა თითქმის, მაგრამ ეს აერო ღუმელი მაინც ქვია, რომ რაღაცა უფრო იმაში კეთდება, ანუ ნეტა საინტერესოა. ბისკვიტი თუ გამოცხება აერო გრილში, ძალიან მაინტერესებს. ერთი უნდა უთხრა ვანდას ერთი გატესტოს ნამცხვარი, აბა რას იზამს, როგორ მოერევა. და ისე Google-ში შეიძლება დაიგუგლოს იქნებ და არის ესეთი მეთოდი, რომ შეიძლება გამოცხეს რაღაც, აუცილებელია მარტო ფრი და ხორცი და თევზი და რაღაც ესები გაკეთდეს. და ბოსტნეული კიდე ხო ის ბადრიჯანი და ისინი რა ბროკოლი და ისინი რომ გამოცხეს. უბრალოდ მოკიდა მაგამდე კიდე ბევრი რაღაცა მაქვს მოსაგვარებელი. კიდე ის მაქვს, საყიდი მაქვს ახლა ისა ფერარი მაქვს მეგობრებო საყიდი. ფერარი და всё აღარა მაქვს ფერარი და ახალი ფერარი მაქვს საყიდელი. ხა ვიღაცა გაიცი რა ფერარი გაქვს? ფეირი. მეც ხო შემიძლია ახლა ვიცი ბევრი ბლოგერები რაღაცებს სახელს უცვლიან ხოლმე და ამახინჯებენ და მეც ახლა ისა ფეირის დავარქმენ ფერარის. და ფერარი უნდა ვიყიდო. ხო, სოსო. ფეირის მაგას ფერარი უნდა ვიყიდო. ხო, კარგით, აბა თორე დამახჩობს სოსო. დობის ისაქტვება, ბუდიში დობი, შემთხვევით ფეხი მივად. კარგით, აბა გამიმშვიდობის, ტკბილი ძილი, კარგი დილა, წარმატებული დღე ხვალ. მოკლედ დროებით, აბა ხვალამდე.